შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. პირველი ტომი, წიგნი პირველი. ნაწილი პირველი. ბათუმის ფრონტზე, მეხუთე. სამშობლო განსაცდელში თუ ჩავარდა, დარწმუნებული ვარ, მამაკაცი ახალგაზრდობა უყოყმანო დაღურის სისხლს მისთვის, მაგრამ სრულიად არ არის მართალი თითქოს ფრანგებს ომი უყვარდეთ. ანატოლ ფრანსი. ღამით პირველი ბატარეა ომში წასასვლელად სამზადის შეუდგა. მისი უფროსი კაპიტანი სერგო ხიდაშელი მომცრო და ჯმუხი ოფიცერი 40 წელს მიღწეული კაცი იქნებოდა. მუქ წაბლისფერი თვალები ჰქონდა. უბრალოდ ეცვა და ჯარისკაცში ვერ გამოიცნობდით. მიუხედავად მისი ულამაზო, გატროსული, ფართო და გაპარსული სახისა, მუდამ დაჭმუჭნილი მუზარისა, დაგლეჯილი ჩექმებისა, ხახაში ჩამძვრალი ულვაშებისა და მურტალი გინებისა, რისთვისაც ტეტიას ეძახდნენ. ბრიგადაში მას მაინც დიდი პატივისცემით, რიდითა და შიშით ეკიდებოდნენ. და არა მარტო ჯარისკაცები, არამედ მისი ამხანაგები, ოფიცრები და თვით გენერალი ჩიჯავაძეც. ისინი ხიდაშელს, დასავლეთის ფრონტის გმირს, დიდ მებრძოლს და მამაც ჯარისკაცს უწოდებდნენ. მართლაც კაპიტანი სერგო ხიდაშელი მამაცი და მცოდნე არტილერისტი იყო. 2 წელი მთლიანად დასავლეთის ფრონტზე გაატარა. მრავალი ჯილდო მიიღო და მათ შორის წმინდა გიორგის ორდენიც. ბატარეა ყაზარმის წინ ჩირაღდნებით განათებულ მოედანზე ებარგებოდა. პარკიდან ზარბაზნის ვაზნებით სავსე ყუთები, უნაგირები და სხვა მოკაზმულობა გამოჰქონდა ჯარისკაცებს. ზარბაზნებში შებმული ცხენები ლაგამს ახრამუნებდნენ და ფრუტუნებდნენ. ბათუმისაკენ მიმავალ ჯარისკაცებს ზოგი შურით და ზოგიც კიდევ შებრალებით გახურებდნენ. უცბად შავანაფორიანი მოხუცი მღვდელი და ფუთა ამოჩრილი დიაკონი გამოჩნდნენ. ვა, ერთი ამ მღვდელსა და დიაკონს უცქირეთ, წესის ასაგებად ან აღაპზე ხომ არ მოსულან, ჰკითხა გიგო ხუციშვილმა ამხანაგებს. ლოცვა კურთხევით უნდა გაისტუმრონ ომში მიმავალი ბატარეა, მიუგო პეტრე ცხომელიძემ. კაკო ბაქრაძემ ხუციშვილს უთხრა, მიდი შედოყლაპია, მიეშველე, ხუციშვილი არა ხარ? შენ თვითონ მიდი, კანარეიკა შენა. საცეცხლურს მაინც მოერევი. დიაკონ საცეცხლურში საკმეველი ჩაუყარე და იმ ბლაღოჩინს უკმიე, ურჩია ხუციშვილმა. ეგ მღვდელი და დიაკონი რად უნდათ? ხედავთ როგორ გვაპამპულავებენ. დაიძახა ვიღაცამ. ჯარისკაცებმა გაიცინეს, მაგრამ მაშინვე ზარივით გაბმული ხმა და ძახილი გაისმა ხიდაშელისა. სმენა! მოედანზე ფუსფუსი, სიცილი და ლაპარაკი უმალვე შეწყდა. ომში მიმავალ ბატარეის ჯარისკაცებმა მწკრივები გაასწორეს და გაშეშდნენ. კორნელიმ პირველად დაინახა ბრიგადაში მოსული მღვდელი ჯვრითა და ოლარით, დიაკონი საცეცხლურით, სასხურველითა და ლოცვანით. ისევ ხიდაშელის ძახილი გაისმა. ლოცვაზე ქუდები მოიხადეთ! ჯარისკაცებმა მოხდილ ქუდებს მარცხენა ხელი მიაგებეს. ზედ ქუდები დაილაგეს და ისევ გაშეშდნენ. სიჩუმე ჩამოვარდა. მხოლოდ ცხენების აკმაზულობის ყრუჩხარუნი,
ლაგმის პირის ჭამის ხმა და საარტილერიო ჩირაღდნების ცეცხლის ტკაცუნი ისმოდა. თეთრ წვერა მღვდელმა ბატარეის ლოცვა კურთხევა დაიწყო. იგი თაფლის სანთლით გაშუქებულ პატარა წიგნს, დავითს, ძველი და ქარაგმიანი ქართულით კითხულობდა. გამხდარი დიაკონი კი ისე უვნებოდ და უგულოდ ღიღინებდა: უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ. თითქოს 1000-ზე მიცვალებულს წეს უგებდა. ამ ხელობას გამოეთაყვანებია და მობეზრებიაო. დამბლა დაცემულივით ძლივს აბრუნებდა ენას ხახაში, ჭაღარა ულვაში თუთუნის ბოლით გაყვითლებოდა. გრძელ წვერს ვაცივით აცანცარებდა. მამაო ჩვენოს მაგივრად, ბაბაო ჩვენოს ამბობდა და ძილმორეული თვალებს ნაბავდა. იმერლებო, სადაური კაცია ეგ დიაკონი, მამაოს ნაცვლად ბაბაოს რომ იძახის. ჩუმად ჰკითხა პეტრე ოცხელიძემ კუკური ზარანდიას და გრიგოლ ცაგურიშვილს. ეგ მეგრელი არ არის მიუგო ზარანდიამ, გურული უნდა იყოს. არც გურულია, შენიშნა გრიგოლმა. მღვდელმა ბატარეის ლოცვა კურთხევა, ნაკურთხი წყლის სხურება დაამთავრა და ჯარისკაცებს მოუწოდა: არ დაეზოგათ თავი თვისი, მამა პაპათა მსგავსად შებმოდნენ თურქთა ურდოებს. ურჯულოთა მონობისაგან ეხსნათ სამშობლო და ქრისტეს რჯული. მოხუც ხეზე მიკრული ჩირაღდანი ანათებდა. ჯარისკაცები მხნედ მდუმარეთ იდგნენ და ანთებული თვალებით მოხუც შესქეროდნენ. კორნელის ტანში გააჟრჟოლა, ჩირაღდნის ალი აციმციმდა. ერთბაშად ქარი ამოვარდა. ხიდაშელის მაზარის კალთა მოიტაცა და მის მკერდზე ოქრო მოვლებული თეთრი მინანქრებისაგან ნაჭედი წმინდა გიორგის ჯვარი გამოაჩინა. მერმე გენერალმა ჩიჯავაძემ ბატარეას მოკლე სიტყვით მიმართა და ხიდაშელს იდუმალი ხმით უთხრა: გახსოვდეს სერგო, შენი ბატარეა ჩვენი ბრიგადის პირველი შიკრიკია. გამარჯვების მახარობელი ჩვენი პირველი მერცხალი. ღმერთი გფარავდეს. დასძინა მან, მოეხვია და სამჯერ აკოცა. ხიდაშელმა მადლობა გადაუხადა. მაზარა შეიკრა და ცხენზე შეჯდა. ცხენი ბატარეის წინ გაჯირითდა. მერმე შეაყენა, უზანგებზე შედგა და გამყინავი ხმით ჭექა: ცხენებზე! ჯარისკაცები ცხენებზე შესხდნენ. ზარბაზნებთან ქვეითნი გასწორდნენ და გაშეშდნენ. მარჯვნივ ზარბაზნებისაკენ, ნაბიჯით იარ! ისევ გააბა ბრძანება კაპიტანმა. პირველი სამთო საცხენოსნო ბატარეა დაიძრა. ბრიგადის მოედანი გაიარა. სამხედრო გზაზე გავიდა და სადგურისაკენ გაეშურა. კორნელი და ბრიგადაში დარჩენილი ჯარისკაცები საბურთალოს მაღლობიდან გასცქეროდნენ. ბატარეა მალე წყდიადმა დახფარა. ხოლო ზარბაზანთა ბორბლების გრიალი კიდევ დიდხანს ისმოდა. მერმე ისიც მისწყდა. წინხევი იყო. ვერის ბაღები და მერმე წყდიადში შავად აყუდებული მთები. ცაში ვარსკვლავები ციმციმებდნენ. ისე წავიდნენ ჩვენი ბიჭები, რომ მათთან გამომშვიდობებაც კი ვერ მოასწარი. გულდაწყვეტით უთხრა კორნელი მეგობრებს: ალბათ ჩვენი ბატარეის ჯერიც მალე მოვა, შენიშნა გრიგოლ ცაგურიშვილმა. მოედანზე ისევ მოვარდა ქარი და ზარბაზნების ბორბლების გრიალი მოიტანა. კორნელის გენერლის სიტყვები მოაგონდა: გახსოვდეს სერგო, შენი ბატარეა ჩვენი ბრიგადის პირველი შიკრიკია. გამარჯვების მახარობელი ჩვენი პირველი მერცხალი. კორნელის ტანში გააჟრჟოლა. სამშობლოსადმი განუზომელი სიყვარული და დიდი მოვალეობა იგრძნო. ეტყობოდა, მისი მეგობრებიც ასევე გრძნობდნენ. გრიგოლმა დაიძახა: ღმერთო, ღმერთო, ჩვენებს გაუმარჯვე.
თურქეთი ამიერკავკასიის მაშინდელ უმწევო მდგომარეობას კარგად ხედავდა და არც ერთი მისი სუსტი მხარე არ გამოპარვია. მისთვის ხელსაყრელი იყო ის შუღლი, რომელსაც ნაციონალისტური პარტიები ამიერკავკასიის ხალხთა შორის აღვივებდნენ. დაწყებული 1917 წლის ნოემბრიდან, საზავო მოლაპარაკების დღიდან, თურქეთი გერმანიის სარდლობის მითითებით ურყევად, ბეჯითად და თანმიმდევრობით ახორციელებდა დასახულ მიზანს. ჯერ სამი ციხესიმაგრის, საჯანყის, არდაგანის, ყარსისა და ბათუმის დაკავებას, მერე კი მთელი ამიერკავკასიის. ერთხელ ვექილი ესტატე მაყაშვილი ნაშვაღამებს შინ გვიან მივიდა, ცოლი გააღვიძა, სავარძელში მოცელილივით ჩაეშვა და იყვირა. ვარდო, დავიღუპეთ, ბათუმი დაეცა. უი, ჩვენს ღმერთს, რა იცი, იქნებ ყალბიცნობა, აღშფოთდა ვარდო და საწოლში წამოჯდა. არა, სარწმუნო ცნობები არის მიღებული. სწორედ ახლა ველაპარაკე მთავრობის თავმჯდომარეს ევგენი გეგეჭკორს. საშინელი მდგომარეობაა. მიუგო ესტატემ ცოლს. თმაში ხელი წაივლო, მოიღუნა და იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო. მერმე ერთბაშად ასწია თავი, ხელები გაშალა, მაღლა აატოტა და კაპიტან ალექსიძესავით სასოწარკვეთით შეძახა და გააბა. ვარდო, რა გვეშველება, რა გვეშველება. თურქეთი ბათუმის დაკავებით არ დაკმაყოფილდება. თურქთა ურდოები მთელ საქართველოს შემოესევიან და ააოხრებენ. ყოველის მხრიდან გვიტევენ, ბათუმიდან, ახალციხე ახალქალაქიდან, ბორჩალოდან. უი, რას ამბობს ეს კაცი, რა ვქნა, როგორ თუ ბორჩალოდან. თავზარი დაეცა ვარდოს. საწოლიდან შიშველი ფეხები გადმოჰკიდა. ჰო, სომხეთში შემოჭრილან ის ურჯულოები. კარაკლისი აუღიათ, ბამბაკის ხეობით ბორჩალოს მოსდგომიან, რომ ბორჩალოდან მერე თბილისზე გამოილაშქრონ. მიუგო ესტატემ და სუნთქვა შეუწყდა. ჰაერი აღარ ყოფნიდა. საყელო და ჰალსტუყი მოიძრო და გადააგდო. ვარდომ თეთრი მსუქანი და შიშველი ფეხები ფარჩის მოქარგულ ქოშებში შეაცურა. საღამური პერანგის ამარა ტუალეტთან მიიჭრა, ლამპას აუწია. ჭიქაში ვალერიანის ეთეროვანი წვეთები ჩაასხა და გულშეყონებულ მეუღლეს შეასვა. ესტატემ გაიხადა და ვარდოს გვერდით საწოლზე გაიშოტა. დიდხანს ბორგავდა. მერმე თანდათან დამშვიდდა და მშვინვა ამოუშვა. ვარდომ ლამპას ჩაუწია, დაწვა, ამოიოხრა და მასაც მალე ჩაეძინა. ესტატეს ძაღლმა როიამ აივანზე ყეფა ასტეხა. მერმე ერთბაშად შედგა, წკმუტუნი მორთო და ხტუნვა დაიწყო. კარებზე ვიღაცამ დააკაკუნა. ესტატეს გამოეღვიძა. გულისცემა აუვარდა და შიშისაგან ხმა ჩაუწყდა. ვარდოს თავზარი დაეცა. თურქები თუ შემოიჭრნენ ამღამით ქალაქში, თბილისის რბევა და ხალხის ხოცვა ჟლეტვა დაიწყესო. გაიფიქრა მან. კაკუნი ისევ განმეორდა. წახდა ვაშკაცი ვექილი. დამბლა დაცემულივით ეგდო ლოგინზე. მაინც დიაცმა აჯობა მხდალსა და ჯაბანს. უი, რამ შიშა რა ყოფილაო, ეწყინა. მარჯვე წამოიჭრა საწოლიდან. ისევ ქოშებში შეაცურა ფეხები, შალი წამოისხა. საწოლ ოთახიდან უკანა აივანზე გავიდა უშიშრად და ყვახედ გაზძახა გამთიადისას მისი ბინის კარებზე მომდგარს. ვინ არის? მე ვარ, გაისმა გარედან. ჯიბო მოვიდა, გაზძახა ქმარს ვარდომ. ესტატემ შარვალი და პიჯაკი ჩაიცვა და ცოლ-ქმარმა ჯიბოს კარები გაუღეს. ნინო და გამდელით შევიდნენ სასადილოში. ჯიბოს შავი ტყავის პალტო ეცვა.
თავზე ჩაბალახი შემოეხვია, მარტო გასისხლიანებული თვალები და გალურჯებული ცხვირი უჩანდა. რა ამბავია, ჰკითხა ესტატემ, ბათუმი დავკარგეთ. მიუგო ჯიბომ ძმას და ისიც უღონოდ დაეშვა სკამზე, სასადილო მაგიდასთან. რა დაგვემართა, რა მოხდა? ისევ შესძახა ესტატემ. აბა უკეთეს რას მოელოდი ჟორდანია გეგეჭკორისა და რამიშვილის მთავრობისაგან, ჩაიქნია ხელი ჯიბომ. რა მოხდა კაცო, რა მოხდა, აღარ იტყვი? ახლა ვარდო აცივდებოდა მაზლს. ნუ მეკითხებით, ნუ რაფერს ნუ მაამბობინებთ. დიდი სირცხვილი, თავს ლაფის დასხმა. მიუგო ჯიბომ, ადგა, პალტო გაიხადა და პირსაბანთან მივიდა. მისი ჩექმები და ტანისამოსი ტალახში გათხრილი და დაგლეჯილი იყო. თითქოს იერიშის დროს მავთულ ღობურას წასწყდომიაო. რას გავხარ, რა დაგმართნია, ისევ ჰკითხა ვარდომ. დააცადეთ, სული მოათქმევინეთ, შეეცოდა ბიძა ნინოს. ჩაბალახს რა დარ მოიხდი, მაინც არ ეშვებოდა ვარდო. შეხედეთ რასავ გავარ, მიუგო ჯიბომ და ლოყაზე ჩამოფარებული ჩაბალახის ტოტი ასწია. მრავალ ადგილას დაკაწრულ, დახეულ, დასივებულ და შეშუპებულ სახეზე ანთება ეკიდებოდა. ქუთუთოც გახეული, თვალებიც გასისხლიანებული, დაღუდუდოებული ჰქონდა. ბაყაშვილები წამოცვიდნენ და სახეზე გაოცებით დააშტერდნენ. ჯიბომ ხელები დაიბანა, პირი გამოირეცხა და თვალის უპეები ფრთხილად ამოიწმინდა. უი, ჩემ დღეს ეს რა მოსვლია, იძახდა ვარდო. მერმე მაზლს ჩაი გაუცხელა და ვახშამი მიართვა. ეგრე ერთის დარტყმით და სამარცხვინოთ თუ დაეცემოდა ბათუმი არ მეგონა. უკვირდა ესტატეს. ეგ კვლავ თავისას გაიძახის. ვის უნდა ებრძოლოს, აბა ერთი მითხარი. გერმანიასთან ზავის დადება რომ გაიგო, ბათუმის გარნიზონის უმეტესობა თურქების შემოტევამდე წავიდა და განაცხადა. რახან ამიერკავკასიის ხელისუფლებამ უარი განაცხადა საბჭოთა მთავრობის ცნობაზე, ჩვენ ვტოვებთ ბათუმს და რევოლუციის დასაცავად და მის გასაღრმავებლად მივდივართო. ამაოდ ცდილობდნენ ოფიცრები და აგიტატორები აეხსნათ მათთვის თუ რა უდიდესი საფრთხე მოელოდა საქართველოს. განაცხადა ჯიბომ და ისევ უიმედოდ ჩაიქნია ხელი. მენშევიკები მხოლოდ ახლა მოვიდნენ გონს, დაიწყო ესტატე მაყაშვილმა. როგორ გნებავთ, ისეთმა ერმა იბრძოლოს, რომელიც 100 წლის განმავლობაში რუსეთის თვითმპყრობელობის უღელქვეშ იმყოფებოდა და რომელსაც 20 წლის მანძილზე ჩაშჩიჩინებდნენ კოსმოპოლიტურ იდეებს და ქართველ ხალხში ეროვნული შეგნების გაღვივებას ებრძოდნენ. აი ახლა ჩვენ ვმკით იმ ვაჟბატონების, მენშევიკების ნამოქმედარსა. ნოე ჟორდანია სამტრედიაში ვნახე, თქვა ჯიბომ. თბილისიდან ჩამოსულ საგანგებო მატარებლის სალონ ვაგონის ფანჯრიდან იგი საკუთარი თვალით ხედავდა რევოლუციის მონაპოვართა მშვენიერებას, ანარქიას, ფრონტის დაშლას და დეზერტირების უწესობას. მის გვერდით ამიერკავკასიის არმიის მთავარსარდალი გენერალი ლებედინსკი და შტაბის ოფიცრები იდგნენ. დაწყევლილი სამტრედია. არასოდეს აღარ დამავიწყდება, რა საშინელებაც იქ ხდებოდა. რა ასეთი უბედურება ხდებოდა სამტრედიაში, დაინტერესდა ვარდო. საშინელება. ბათუმიდან განუწყვეტლივ მოდიოდნენ ჯარისკაცებითა და ლტოლვილებით შეკუნწლული მატარებლები. გამოქცეულნი ვაგონებში ვერ ეტეოდნენ. ბაქანზე, სახურავებზე ისხდნენ, კიბეზე ეკიდნენ. ყველას ნადავლი,
დატაცებული სახაზინო ქონება, ჩემოდნები, კალათები, ვეება, ფუთები და ბარგი ბარხანა მოჰქონდა. ფრონტი ირღვეოდა. ჯარისკაცები შინისაკენ გარბოდნენ. მიუგო ჯიბომ. ისევ უიმედოდ ჩაიქნია ხელი და დასძინა. თავი გამანებეთ, უღარ მომაგონებთ. მერე რაზომები მიიღეთ, ასე უცქერდით ფრონტის დარღვევას და ჯარისკაცთა გაქცევას? წყენით კითხა ძმას ესტატემ. რაზომები უნდა მიგვეღო? ტყვიამ ფრქვევი უნდა დაგვედგა და ფრონტიდან გამოქცეულნი დაგვეხოცა? ჯარის რომელი ნაწილი უნდა დაგვეპატიმრებინა და გაგვერეკა ფრონტზე, როდესაც ბათუმის თითქმის მთელი გარნიზონი გამორბოდა. გადამღობი რაზმის ერთ ჯარისკაცზე 100 მოდიოდა. სამტრედიის რკინიგზის სადგურის კომენდანტი კაპიტანი შენგელია და მისი რაზმი თავგამოდებით მუშაობდნენ, მაგრამ რომელი ერთი დეზერტირი უნდა დაეპატიმრებინათ? სადგურთან სხვა ჯარი ტორტმანებდა, ვაჭრები, სპეკულანტები და ჩარჩები იქვე ყიდულობდნენ ჯარისკაცებისაგან საწყობებში დატაცებულ ტანისამოს, ფეხსაცმელსა და იარაღსაც. დილიჟნები და ეტლები მახლობელ სოფლებში დეზერტირების გადაზიდვას ვერ აუდიოდნენ. ცხენისწყლის პირას დაბარგებული ჯარის ნაწილებში ბოლშევიკები სახელდახელოდ მიტინგებს მართავდნენ. ჯარისკაცებს ფრონტის მიტოვებისაკენ მოუწოდებდნენ და რევოლუციის გასაღრმავებლად და სამოქალაქო ომის გასაჩაღებლად შინ იარაღით დაბრუნებას უქადაგებდნენ. განა ეს სამშობლოს წინაშე ღალატი არ არის? იყვირა ესტატემ და არ უწყოდა, რომ ქალაქიდან და სოფლებიდან ომში წასული მუშები და გლეხები რევოლუციის მერმე არ დაიცავდნენ ისეთ მთავრობას და სახელმწიფოს, რომელიც მშრომელი ხალხის ინტერესებს ოდნავად მაინც არ აკმაყოფილებდა. თავადი ესტატე და მისი ძმა ჯიბო მაყაშვილები ბოლშევიკების აგიტაციით მოწამლულ დეზერტირებს უწოდებდნენ იმ მუშა და გლეხ ჯარისკაცებს. ვარდო მაზლს ჩაბალახი ახადა და იყვირა. ღმერთო ჩემო, როგორ დასახიჩრებულ ხარ? რისთვის არ ამბობ, რა მოგივიდა? ხრამში, ნაპრალში გადავიჩეხე. ჯაგებსა და ძეძვში, ეკალ ბარდებში გავეხვიე. მიუგო ჯიბომ და მოხვა. ჩემი 1000-ეული ჩაქვის თავზე იდგა. იგი ბესო არაბიძის მიერ მოგროვებული ჯარისკაცებისაგან შედგებოდა. 10 მარტს მთის ქედზე კარგი და ხელსაყრელი პოზიცია დავიკავე. რგოლისებური სანგრებით. ასეულების უფროსები და ჯარისკაცები გავაფრთხილე. ჩვენი პოზიცია თურქებმა თუ მოგტაცეს, ბათუმის გარნიზონს გაჭირვების შამს უკან დასახევი გზა გადაეჭრება მეთქი. შტაბი მთის ძირში იყო მოთავსებული. ჩემს წინ გურია აჭარის მთები იდგნენ. უკან შავი ზღვა ჩანდა. დაღამდა. ჩაქვის სადგურზე და ზღვის პირას ფარნები აღენთნენ. შორს ბათუმის ნავსადგურის შუქურა კიაფობდა. ზღვამ ღელვას უმატა. თებში ნისლი ჩამოწვა და მოიღრუბლა. ბათუმის დაცვა მაშინაც უიმედოდ მიმაჩნდა. რატომ შეკაცო? წყენით კითხა ესტატემ. იმიტომ რომ მიუგო ჯიბომ. არავინ არ ფიქრობდა ბათუმის ციხე ქალაქის მიდამოების დაზვერვას. არავინ არ იცოდა თურქთა ჯარების რაოდენობა. მათი მოძრაობის გეზი, დაბანაკება, განლაგება და მით უფრო მათი ოპერაციის გეგმა. ყოველწუთს მოსალოდნელი იყო მოულოდნელი შემოტევა. ამის გარდა კარგად ვიცოდი, რომ ბათუმის გარნიზონის ჯარისკაცებს ბრძოლა არ სურდათ. ხოლო მოხალისეთაგან სახელდახელოდ შედგენილი ჯარის ნაწილები კი გაუწვრთნელნი იყვნენ. ბრძოლაში არასაიმედონი. ამაში მალე დავრწმუნდი.
ბრძოლაში გამოუცდელი მოხალისე ჭაბუკები საქმეს მიჭირვებდნენ. ისინი შიშისაგან კანკალებდნენ და ხშირად გარბოდნენ სანგრებიდან ხევში. დათვის სცენი შეეყარათ. მათი შიში ჯარისკაცებსაც გადაედო. ნაშვაღამევს ჯერ კიდევ ცაში ნათელი არ ჩამდგარიყო, როდესაც ჩვენს წინ აღმართულ მთის კალთებზე სროლა ატყდა. მოხალისეებმა უწესრიგო სროლით ეუპასუხეს. ასეულების უფროსებს უბრძანე ჩვენი სანგრებიდან დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ სროლა. საშინელი სურათი იყო. მოხალისე ჭაბუკები სანგრებიდან თავს არ სწევდნენ და ასე ზეპირად ისროდნენ ბაში ბუზუკებით. ეშმაკმა იცის ვინ რას და ვის ესროდა იმ ბნელი ღამით. ზოგის ტყვიები მოღრუბლული ცისაკენ მიფრინავდნენ და ზოგის კიდევ იქვე მიწაში ერჭობოდნენ. აშკარად დავრწმუნდი რა მებრძოლი ჯარისკაცებიც მყავდნენ. დიდი ვაივაგლახის მერე სროლა შევაჩერეთ. სროლა აღარ ისმოდა თურქების მხრიდან. ასეულების უფროსებს და ბესო ალავიძეს უთხარი. ჩვენი სანგრებიდან ატეხილი სროლის გამო მტერმა ჩვენი დაბანაკება გამოარკვია და შესაძლოა გარიჟრაჟისას შეტევაზე გადმოვიდეს მეთქი. ერთმა ოფიცერმა ეს ჩემი მოსაზრება ორ ჯარისკაცს განუცხადა. მათ თავის ამხანაგებს შეატყობინეს და მალე მოხალისენი ემით აუწერელმა შიშმა შეიპყრო. გათენებამდე მტრის მოლოდინი ვერ აიტანეს. შარდზე გასვლა მოიმიზეზეს და ხევისაკენ ჯგუფ-ჯგუფად გაპარვა დაიწყეს. გაპარვამ მასობრივი ხასიათი მიიღო. მე ბესო არაბიძე და ასეულების უფროსები მოუწოდებდით ჯარისკაცებს არ ეღალატნათ სამშობლოსათვის. ვუნ მარტავდით თუ რა ხიფათი მოელოდა საქართველოს ბათუმის დაკარგვით. ამაოდ ქაქანებდა საბრალო და წესიერი კაცი სტამბის მუშა არაბიძე. სოფლიო ომში ფრონტზე მყოფ ჯარისკაცებსაც აღარ შერჩენოდათ წინანდელი სიმამაცე და დისციპლინის ერთგულება. ყველანი თავის გადარჩენაზე ფიქრობდნენ. ახლა გათენებისას სანგრებში მე და 4 ოფიცერი, ბესო არაბიძე და 20-ოდე ჯარისკაცი აღმოჩნდით. ჩემი მოსაზრება გამართლდა. სანგრებიდან ატეხილი სროლის გამო მტერმა ჩვენი დაბანაკება გამოამჟღავნა და დილით ადრე 1000-ეულის მარჯვენა ფრთას მოადგა. ჩინებული 1000-ეული იყო. 26 კაცი. სულ ახლოს ლაპარაკი შემომესმა. დურბინდი საჭირო არ იყო. თვალითაც კარგად ვხედავდი, როგორ ამოჰყვეს თავი ასკერებმა ბუჩქებიდან. მერმე მახლობელ თხრილში იწყეს ხტომა. ერთ მათგან შაშხანა გულდა უმისნე. ვესროლე. იგი ჰაერში შეტრიალდა და უკანვე გადავარდა. ჩასაფრებულნი გვესროდნენ. ჩემი აზრით 40-მდე თუ იქნებოდა. ჩვენს უპასუხებდით. ტყვიები სანგრების ბრუსტვერს ეჯახებოდნენ და ჩემს თავზე მტვერს აყენებდნენ. ბუჩქებიდან დაცხრილული ნორჩი ფოთლები მიწაზე სცვიოდნენ. ასკერები ჩინებულად ისვრიან. ჩემ გვერდით ჯარისკაცს თავი გაუხრიტეს იმ წყეულებმა. მეორეს მხარში მოახვედრეს. სხვები დაფრთხნენ. მოკუზულებმა გაირბინეს სანგრები. თხრილში ჩახტომის დროს ახოვან ჯარისკაცს ტყვია კისერში მიარჭვეს. იგი თავქვედა ეშვა. სანგრებში ჩემს გარდა ახლა აღარავინ იყო. შაშხანის ლულას ბუხრის ქუდი დავახურე და სანგრის ზედაპირს ოდნავ ავაშორე. ასკერებმა ტყვიები დაუშინეს და დაცხრილეს. ტყვიამ ფქვევს ვეცი და ლენტები დავცალე. მერმე ჯარისკაცების მიერ გადაგდებული ფალას გავიღე, მაგრამ მაშინვე გავიფიქრე, რამდენ ხანს უნდა ვებრძოლო მტერს ერთმა კაცმა. მსოფლიო ომი გამოვიარე და როგორ გულუბრყვილოდ უკვდები ამ
ჩაქვის თავზე თქო, თავის გადარჩენა გადავწყვიტე, პირჯვარი გადავისახე, სანგრების მიწაყრილს შევახტი. მაშინვე ტყვიები დამაყარეს, მაგრამ გვიანღა იყო. მათ ერთი წამით თუ მომკრეს თვალი. ხრამში გადავხტი და მერმე თის კალთაზე დავეშვი. თავი ვერ შევიკავე. ზვავივით წავედი ხევისაკენ. ჯაგებსა და ეკალ ბარდებში შევრგე თავი. დედა შვილო, შესძახა გამდელმა და ჯიბოს წინ ჯდარ ნინოს მოეხვია. აი ეს სახე და ხელები მაშინ დავიკაწრე. ბაყაშვილები ხელზე და სახეზე მიაშტერდნენ და მერმე ჯიბომ ისევ განაგრძო. უბედურებას აღარ მკითხავთ იმ ჯაგებსა და ეკალ ბარდების ხვიერებში. ისე შევიჭერი და გავეხვიე, განძრევაც კი ვერ მოვახერხე. ასკერები წინ რომ წამოსულიყვნენ და სანგრები დაეკავებინათ, ქედიდან დამინახავდნენ და უთუოდ გამათავებდნენ. ეთყობა ჩემმა ტყვიამ ფრქვევმა მათ ანგელოზები დაუფრთხო. დაყოვნება სიკვდილს უდრიდა. შმაგივით დავტრიალდი ჯაგებში. მახჩობელა გველის რგოლებივით ტანზე შემოგრაგნილი ხვიარები, ეკალ ბარდები, ლერწები დავგლიჯე და თავი გავინთავისუფლე. ხელე მივდიოდი. მარჯვნივ გავუხვიე და სამშვიდობოზე გავედი. გასისხლიანებული ხელპირი ხელის წყლით ჩამოვირეცხე. გზაგზა შაშხანები, ფალასკები, ჩანთები და ფეხსაცმელებიც კი ეყარა, რომ დაუბრკოლებლივ მოეკურცხლათ ბიჭებს. ვაი სირცხვილო, დაიძახა ესტატემ და მწარედ ჩაფიქრდა. რა პირით ვეჩვენო დივიზიის უფროსს, რა მოვახსენო თქო ფიქრობდი და იქვე თხმელაზე მიყრდნობილი ჯარისკაცი დავინახე. მიუგო ჯიბომ. ბატონო კომანდირო, მიშველეთ, აქ არ დამტოვოთ. ხროტინით მითხრა მან. თვალები ამთებოდნენ და სისხლით თუხთუხით გადმოიყროდა ტყვია ნაკრავ ყელიდან. მისი წუთები დათვლილი იყო. მე ვიცანი ის ახოვანი ჯარისკაცი. სანგრიდან გადახტომის დროს კისერში რომ ტყვია მოახვედრეს ასკერებმა. როგორ მეშველნა მისთვის. დატოვე ძია ჯიბო, შეწუხებული სახით კითხა ნინო. არა, მიუგო ჯიბომ. მხარში შეუდექი და კარგა ხანს ვატარე. შაშხანა გადააგდე თქო ჩავძახოდი, მაგრამ არ უშვებდა. ხელი ისე მოეჭიდნა, თითქოს ზედ შეხორცებიაო. იქნებ არც კი ესმოდა ჩემი ძახილი, ღონე მიხდილ და გაშტერებულ კაცს. მალე სიარული ვეღარ შესძლო, დაბარბაცდა და მუხლები მოეკეცა. გამიშვი, დამსვიო, მითხრა და სიტყვის გაბგერება ქარიან დღეს კალმის ნახრეტებში ჩაბერილი ჰაერის ფშვინვასავით ჩამეს ნაყურში. ჯარისკაცი ცარიელ ტომარასავით მოეშვა, ჩაიკეცა და დედამიწაზე გაიშოტა. დაკვეთილი სისხლი ყელიდან მხრებზე გადმოღროდა. შავად მოკუპრული პატარა იარა ყელზე აჯდავით გახურებული შანთით ამომწვარი და ჩხლეტისაგან დაჩენილი ნაჭდობი. სახე უმალვე გაუშავდა და გაუსივდა. დახეთქილ ბაგეებზე ნერწყვის ნალექი თითრივით მოეკიდა. თვალები გახელილი დარჩნენ. იგი ახოვანი და ზორბა ვაჟკაცი იყო, შემეცოდა. თვალები დაუხუჭე და ისე დავტოვე. საწყალი. შეიცხადა ვარდომ და ნინომ და თვალებზე ხელები აიფარეს. ჩემმა 1000-ეულმა ბრძოლის ველი მიატოვა და ომის დაწყებამდე გაიქცა, ხოლო მისი უფროსი არსად ჩანდა. შერცხვენილი და ლაფ დასხმული გავეშურე ჩემი ოფიცრების, ბესო არაბიძის და ჯარისკაცების საძებნელად. დიდი ხნის ხეტიალის მერმე ვიპოვე. კარგა დიდი მანძილი გაურბენიათ. ნაძალადევად გაიღიმა ჯიბო და განაგრძო.
ესო არაბიძემ დამინახა, მომვარდა, გადამეხვია და გადამკოცნა. ჩვენ დაგინახეთ სანგრებიდან რომ გადმოხტი და ტყვიები დაგაყარეს. მოკლული გვეგონეო. შენ საძებნელად მოვდიოდითო, მითხრა და მხარზე თავი დამადო და ამოდენა კაცი წარეთ აქვითინდა. ეს რა მოგვივიდა? ბათუმი დავკარგეთ უბრძოლველად. როგორი სირცხვილი ვჭამეთ, ჯიბო, როგორი. ეს იყო და ეს. ჩემს თანაშემწეს ვუბრძანე. ჯარისკაცები მოეგროვებინა, თუმცა შესაკრები არავინ იყო. ჩემი 1000-ეულიდან 20 ქიზიყელი და 20-ოდე სტამბის მუშა დარჩენილიყო. მერმე ქობულეთში ჩავედი და დივიზიის უფროს მოვახსენე ყოველივე. მორჩა და გათავდა. მე ასეთ ჯარში აღარ ვიმსახურებ. მეყოფა შერცხვენა და თავის მოჭრა. დაამთავრა ჯიბომ. სიჩუმე ჩამოვარდა. ესტატეც მასთან ერთად მწვავედ განიცდიდა ბათუმის დაკარგვას. სად იდგა იმ დროს ხიდაშელის ბატარეა? მოულოდნელად ჰკითხა მან. თითქოს ხიდაშელის ერთი ბატარეა გადაარჩენდა ბათუმს. ბათუმი ხიდაშელის ბატარეის ჩამოსვლამდე დაეცა. მე იგი სამტრედიაში ვნახე, მიუგო ჯიბომ და ამზერით დაიძახა. ოხეკ სამტრედია. რა საშინელი სურათი ვნახე იქ. ტოლვილები, ჩაბალახიანი, წვინტლიანი ბიჭების სირბილი, ყაყანი, რომტრიალი, უთვალავი ხალხის ფუსფუსი, ფუთებით, ხურჯინებით, კალათებით და ზურგზე მოკიდებული ბარგით სირბილი. ფაცაფუცი ახლაც თვალწინ მიდგას, თითქოს ჭიანჭველათა ბუდე დაანგრიეს და აზრადაც კი არ მოздით. სტიქიური შიშით შეპყრობილ იმ პატარა ქმნილებებს შეკავშირება, ორგანიზება, მტერთან ბრძოლა და გამკლავებაო. ეხ, ჩემო კარგო, შენიშნა ესტატემ. ჭიანჭველათა ბუდის დანგრევისა და კატასტროფის ჟამს შენიშნული ფუსფუსი და ფაციფუცი, კაცილებით უფრო საზრიანი და გეგმიანი, ურთიერთ დახმარებით, სოციალური ინსტინქტით არის სავსე ვიდრე ის, რაც შენ გინახავს, სადაც ადამიანები მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობენ, ან კიდევ სახელმწიფო ქონების დატაცებაზე და გონება დაბინდულთ, აც აღარც ახსოვთ საერთო საქმე და სამშობლო ქვეყნის ბედიღბალი. სადღა წინაპრების სიმხნე, გმირობა და მამულისათვის თავდადება. მართლაც ჯიბო მაყაშვილის ნაამბობი შეესაბამებოდა ბათუმის დაცემის სურათს. სრულიად უმნიშვნელო ბრძოლის შემდეგ ბათუმის ციხე-ქალაქი მთელი თავისი გარნიზონით თურქებს ჩაბარდა. მეოთხე ქვეითმა ლეგიონმა თავისი ნებით მიატოვა პოზიცია და ოზურგეთისაკენ გაიქცა. მეორე ლეგიონი ბათუმიდან გამოვიდა და ქობულეთთან დაბანაკდა. მცირერიცხოვანი რაზმებისა და ერთეულ პირთა სიმტკიცე და სიმამაცე კი საერთო მარცხით და შერცხვენით დაიჩრდილა. ხიდაშელის ბატარეის წასვლის მერმე მოღრუბლული და წვიმიანი დღეები დაიჭირა. ნისლში გახვეული მთები აღარ სჩანდნენ, სადა მიწა შეერთებულიყო. ყაზარმების წინ აკალახებულ მოედანზე ჯარისკაცები მეცადინეობაზე აღარ გაჰყავდათ. წვიმით გაჟღენთილ ბრეზენტში გახვეული ზარბაზნები სდუმდნენ. რა ხდებოდა ფრონტზე არავინ არ იცოდა. არ იცოდნენ ბათუმის დასაცავად გაგზავნილმა პირველმა მერცხალმა ხიდაშელის ბატარეამ ისახელა თუ არა თავი. ყაზარმაში ცუდი ხმა გავრცელებულიყო. ბათუმი დაეცაო. არტილერისტები მოწყენილი ისხდნენ და მოღრუბლულ ცას ფანჯრებიდან გასცქეროდნენ.
ჭედლიშვილი სამგლოვიარო მარს უკრავდა ვიოლონჩელზე. რაღაც საოცარი და ავის მაუწყებელი მყუდროება ჩამოწვა და გულსაკლავი ცუდი დღე გათენდა. ოფიცრები ამ მოღრუბლულ დღესავით დაღვრემილი სახით დადიოდნენ და ჯარისკაცებთან საუბარს ერიდებოდნენ. თითქოს ემდურიანო. კორნელიმ და სანდრომ მაზარები წამოისხეს და ახალი ამბის გასაგებად შტაბისაკენ გასწიეს. პირველი ყაზარმის წინ რკინით გადახურულ კარებთან კაპიტანი ალექსიძე და ჯარისკაცის მაზარაში გამოწყობილი ვიღაც კაცი იდგნენ და ისე ჩუმად და საიდუმლოდ საუბრობდნენ, თითქოს ეშინოდათ მათი ნაუბარევისათვის ხური არავის მოეკრა. ესტატე! დაიძახა სანდრო. კორნელიმ ვექილი ესტატე მაყაშვილი იცნო. იგი მაზარაში უფრო ხნიერის ჩანდა, საყელო აეწია, ჯიბეში ხელები ჩაეწყო, ხრები აეჩეჩა და სახურავიდან გუბეში წვიმის წვეთების ცვენას და ზედ გარბენილ წრეებს უიმედოდ დაშტერებოდა. ესტატესთან გენადი ქადაგიშვილი და ერემო გოდებანიძე მივიდნენ. ისინიც მდუმარეთ და მგლოვიარე სახით დააშტერდნენ გუბეს, თითქოს ყაზარმიდან მათთვის საყვარელი ადამიანის გამოსვენებას ელოდებიანო. ესტატეს თავი არა უღია, ისე ყრუდ განაცხადა. აი ეგ არის საქართველოს უკანასკნელი საუკუნეების ბედი. სპარსთა და თურქთა მიერ ჩვენი ქვეყნის დარბევა და აწიოკება. საცოდავი საქართველო. აღარ აცალეს რჯულ ძაღლთა ვეფხვს ერთხელ გასმა კბილისა. განაგრძო ვაჟას სიტყვებით გოდებანიძემ. ერთხელ იქნება და აღსდგება ის ვეფხვი, ტრებს ცხრის ფარასავით დაიფრენს და ვეღარ ჩადგება ბარბაროსი და ვერაგი თურქი საქართველოსა და კულტურულ კაცობრიობას შორის ჯებირად. წამს და მჯერა ჩვენი ხალხის მომავალი. იმედი ჩაღვარა დამგლოვიარებული მეგობრების გულში გენადი ქადაგიშვილმა. როდის იქნება ესე? დაიძახა ესტატემ. უნდა გავწყდეთ ქართველები, მტერს კი ერთი მტკაველი მიწაც არ მივცეთ. კორნელი და სანდრო ესტატესთან მივიდნენ. კორნელიმ ესტატეს ჰკითხა. მართლა აიღეს ბათუმი თურქებმა? ნამდვილი ამბავი ჯერ არ ვიცით, მაგრამ ბათუმი ალბათ დაეცემა. მიკიბულ მოკიბულად მიუგო ესტატემ და მერმე დასძინა. მგონი დაეცა კიდეც. ჯერ ნურავის ეტყვით. ბათუმის დაცემით ომი არ წაგვიგია. მტკიცედ ვიყოთ ბიჭებო. ეს მაზარა რას ნიშნავს? ჰკითხა კორნელიმ. ჯარში ჩავეწერე. მიუგო ესტატემ. კორნელიმ ისევ ჰკითხა. რისთვის ვზივართ თბილისში? ჩვენი ბატარეია ხომ მზად არის ომისათვის? ესტატეს მაგივრად ალექსიძემ მიუგო კორნელის. ჩვენი ბატარეიაც მალე გასწევს ფრონტზე. ამ დროს ბრიგადაში გენერალი ჩიჯავაძე მოვიდა და ქალაქიდან სასიხარულო ამბავი მოიტანა. თურქების დამარცხება მდინარე ჩოლოქთან. სწორედ ამ ბრძოლაში უსახელებია თავი ხიდაშელის ბატარეასაც. მართლაც მდინარე ჩოლოქთან 6 აპრილს მომხდარი ბრძოლა ქართველთა სრული გამარჯვებით დამთავრდა. ასე დაიწყო თურქებთან ომში საქართველოს მარცხის გამოსწორება. ჩოლოქთან გამარჯვება უზრუნველყო არა იმდენად ამიერკავკასიის მთავრობამ ან გენერალ აზაზიშვილის სამხედრო და ორგანიზატორულმა ნიჭმა, რამდენადაც თავისი კერისა და სამშობლოს დასაცავად ამდგარი უბრალო ადამიანების პატრიოტიზმმა, სიმამაცემ, გამძლეობამ, რომელთაც გადაწყვიტეს ქუთაისისაკენ მიმავალი გზა გადაეღობათ მტრისათვის. ამ პატრიოტული აღფრთოვანებით საქართველოს მთელი მოსახლეობა განიმსჭვალა. სახალხო აღფრთოვანებამ ოფიცრებიც
დასავლეთ საქართველოს ჯარების უფროსი გენერალი აზაზაშვილი შეიპყრო. ისინი მთავრობისა და უმაღლესი სამხედრო სარდლობის წინააღმდეგ მოქმედებდნენ. აზაზიშვილი სამტრედიიდან 3 ეშელონით 1 აპრილს გავიდა, რათა მდინარე ჩოლოქის მარჯვენა ნაპირზე პოზიცია დაეჭირა და ქუთაისისაკენ თურქების მსვლელობა შეეჩერებინა. ბევრს ბედნიერ ნიშნად მიაჩნდა ის გარემოება, რომ ლაშქარი წავიდა ომში 1 აპრილს. ხალხის რწმენით საქართველოში მერცხლების მოფრენის 1 დღეს. ეშელონში შედიოდა პოლკოვნიკ ფურცელაძის პარტიზანული რაზმი, ინჟინერ ხუნდაძის თაოსნობით შორაპნის, ჭიათურის, ტყიბულის რაიონებში შეკრებილი მუშები და შურულისა და ხიდაშელის 2 ბატარეა. ეს 3 ეშელონი, რომელიც მთლიანად სტუდენტებისაგან, საშუალო ინტელიგენტების, მუშებისა და გლეხებისაგან შედგებოდა, აშკარად მცირე ძალას წარმოადგენდა თურქების წინსვლელობის შესაჩერებლად. მაგრამ ეს მცირერიცხოვანი ძალა ომის დასაწყისში წარმოადგენდა ბირთვს, რომლის გარშემო შეგროვდნენ მერმე ჯარები. პატრიოტული გრძნობით გამსჭვალული ამ რაზმის მებრძოლების მაგალითმა სხვა ნაწილების ჯარისკაცებიც აღაფრთოვანა და თურქების შემოსევისაგან სამშობლოს დაცვის წყურვილი ჩაუნერგა. მალე ფრონტისაკენ სხვა მოხალისე რაზმებიც დაიძრნენ. გენერალმა აზაზიშვილმა მტრისათვის გზის გადაჭრა მდინარე ჩოლოქისა და ნატანების ჭაობიან ადგილებში გადაწყვიტა. ზღვის ნაპირიდან ოზურგეთამდე, სადაც გამოცდილი მეგზურების გარეშე მტრის ჯარი, მით უმეტეს მისი არტილერია და აღალი ჩაეფლობოდა და გზას ვერ გაიკვლევდა. ფრონტი წმინდა ნიკოლოზის ფორტიდან ჯერ ველზე და მერმე ქედებზე, ნასაკირალამდე და სოფელ შემოქმედამდე იყო გაჭიმული. ამრიგად, გენერალი აზაზიშვილის პოზიციის მარჯვენა ფრთა შავ ზღვას ებჯინებოდა, ხოლო მარცხენა გურია აჭარის მთებს. ამ პოზიციას მტრისათვის მხოლოდ 2 თავისუფალი გასასვლელი ჰქონდა. ერთი მარჯვენა ფრთაზე, რკინიგზის გვერდით, მდინარე ჩოლოქისა და ნატანების ხიდით და მეორე მარცხენა ფრთაზე, ლიხაურის ხეობით ქალაქ ოზურგეთისაკენ. მუშებისაგან შემდგარმა ხუნდაძის რაზმმა ჩოლოქის ხიდის მარჯვნივ, ზღვის ნაპირამდე დაიჭირა პოზიცია, ხოლო ფურცელაძის რაზმმა კი ხიდის მარცხნივ. ჯარისკაცები მაშინვე სანგრების ამოღებას შეუდგნენ. კაპიტანმა ჟურულმა და კაპიტანმა ხიდაშელმა ბატარეისათვის 2 პოზიცია აირჩიეს. ერთი სადგურ ნატანების უკან და მეორე მდინარე ნატანების ხიდთან. ამ დროს სამტრედიიდან ჯავშნიანი მატარებელით ჩამოვიდა და იგი გენერალმა რეზერვში ჩააყენა. გახრწნილი ჯარის ნაწილებს გენერალი არ იკარებდა, რადგან მწარე გამოცდილებით იცოდა, რომ უდისციპლინო, ბრძოლის ველიდან გაქცევის მოყვარული ჯარისკაცები სარგებლობის ნაცვლად ჩოლოქის პოზიციაზე დაყენებულ, თავდადებულ მცირერიცხოვან რაზმსაც კი გაუხრწნიდა. გენერლის განკარგულებით თბილისიდან და ქუთაისიდან ახალ-ახალი რაზმები იგზავნებოდნენ. აზიზაშვილთან მახლობელ სოფლების მცხოვრებლები, მოხუცები და ბავშვებიც კი გამოცხადდნენ. ჩვენ ვიცით ნატანების ჭაობების ყოველი ბილიკი და მზვერავებად გამოვდგებითო. სოფლებში ახალი პარტიზანული რაზმების შედგენა და ჯარში ოფიცრების დინებაც დაიწყო. გამოცხადებულ ოფიცერთა შორის აღმოჩნდნენ გენერალური შტაბის პოლკოვნიკი კოსტილი და კაპიტანი პავლოვი. კოსტილი გენერალმა აზიზაშვილმა თავისი შტაბის უფროსად დანიშნა, პავლოვი კი ერთ-ერთი პოლკის უფროსად. კოსტილი ჩოლოქთან ბრძოლის დროს ფეხში დაიჭრა. ოზურგეთს ხოხვით მივიდა და პირველი პოლკის უფროს
მეტად მნიშვნელოვანი საბრძოლო ბრძანება მიუტანა. იგი ქობულეთთან ბრძოლის დროს იქნა მოკლული და მერმე დიდი სამხედრო პატივით დაკრძალული თბილისში. 6 აპრილამდე გენერალი პოზიციებს ამაგრებდა და აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოდან მომდინარე რაზმებს სხვადასხვა ჯგუფებში ანაწილებდა. 6 აპრილისათვის გენერალს ჯავშნიანი მატარებლისა და артиლერიის გარდა იმდენი ქვეითი ჯარი ჰყავდა, რომ მრავალრიცხოვან მტრის ჯარსაც კი გაუმკლავდებოდა. დღისით დაზვერვას ჯავშნიანი მატარებელი ასრულებდა, ხოლო საღამოთ მახლობელი სოფლების მოხუცები, რომლებიც ნაცნობი გზებით დადიოდნენ ქობულეთამდე, ჭაობიან ადგილებში. სწორედ ამ გამოცდილმა მეგზურებმა მოიტანეს თურქების მიერ ქობულეთის აღებისა და მათი ჯარების ნატანებისაკენ მსვლელობის ამბავი. იმ შემთხვევაში, თუ მტრის უმთავრესი ძალა მარჯვენა ფრთას მოაწვებოდა, გენერალს გადაწყვეტილი ჰქონდა მის შესახვედრად და მსვლელობის შესაფერხებლად ჯავშნიანი მატარებლის გაშვება. ჯავშნიანი მანქანების მსგავსად მისი გამოყენება და შეწირვა. ჯავშნიან მატარებელს სხვა როლიც ენიჭებოდა. რეზერვების უქონლობის გამო ჯარისკაცებმა საიმედო დამხმარე ძალად მიიჩნიეს ჯავშნოსანი, მაგრამ იგი შემაშინებელ ძალად იქცეოდა იმ ჯარისკაცებისათვის, რომლებიც ომის დროს სანგრების მიტოვებას და გაქცევას დააპირებდნენ. ეს უკანასკნელი გარემოება ჯავშნიანი მატარებლის უფროსმა გოგვაძემ ნათლად აუხსნა ჯარისკაცებს. გაშლილ მინდორზე გასული ჯავშნიანი მატარებელი მტრის артиლერიით რომ არ დაზიანებულიყო, სამტრედიიდან მოწვეულ რკინიგზის ოსტატებს გენერალმა ჩოლოქის ხიდიდან მოკლეშტო გააყვანინა და მატარებელი ტყეში დამალა. როდესაც გენერალმა ოზურგეთის ფრონტის გამაგრებაც დაამთავრა, ღამით მზვერავებმა შეატყობინეს მტრის ჯარის ერთი ჯგუფი ოზურგეთისაკენ გზატკეცილით, ხოლო მეორე კი ჩოლოქისაკენ რკინიგზის ლიანდაგით მოიწევსო. განთიადისას მტერი ოჩხამურის ხიდს მიუახლოვდა. მებრძოლი უბნის უფროსმა კაპიტანმა ჟურულმა ზარბაზნები დაუშინა ჩოლოქისაკენ მიმავალ გზატკეცილს და რკინიგზის ლიანდაგსაც. გენერალმა სანგრებში ჩასაფრებულ ჯარისკაცებს სასტიკად აუკრძალა სროლა მანამდე, სანამ ასკერები ტყესა და მდინარე ჩოლოქს შორის გაშლილ მინდორზე არ გამოვიდოდნენ. ჯავშნიანი მატარებელი დაიძრა და ჩიხიდან რკინიგზის მთავარ ხაზზე გრიალით გავიდა. ოჩხამურის ხიდს რომ გასცდა და 100 საჟენი გაიარა, მტერმა უმალვე შეამჩნია იგი და მისკენ დრეზინა გაუშვა. დრეზინა მებრძოლ ვაგონს დაეჯახა და მის ქვეშ მოექცა. ვაგონი ლიანდაგს აცდა და გაჩერდა. ჯავშნიანი მატარებელი და სანგრებში ჩასაფრებული ჯარისკაცებიც ზდუმდნენ. თურქებმა იფიქრეს, მატარებელი დაიმსხრა, ქართველებმა სანგრები მიატოვესო. ტყიდან მცირე რიცხოვან ჯგუფებად გამოვიდნენ და მატარებელს გაუბედავად მიუახლოვდნენ. მალე ტყესა და მდინარე ჩოლოქს შორის მდებარე მინდორზე უფრო თამამად გამოეფინენ ასკერები. უეცრად სანგრებში ჩასაფრებულმა ჯარისკაცებმა და ჯავშნიანმა მატარებელმა ერთდროულად გახსნა ყველა შაშხანიდან და ტყვიან ფრქვევიდან საშინელი ცეცხლი. მას მოჰყვა ხიდაშელისა და ჟურულის ბატარეიების ქარიშხლისებური ცეცხლი. ასკერები ჭერეხებივით ცვიოდნენ ველზე. ცოცხლებმა ტყეს მიაშურეს და გაიქცნენ. მაშინ ქართული ჯარი სანგრებიდან ამოვიდა. მდინარე ჩოლოქი ფონით გაიარა, მტერს დაედევნა და ოჩხამურამდე ზდია. ეს დიდი გამარჯვება იყო. ჩოლოქის ბრძოლაში თურქებმა ბრძოლის ველზე 1000-მდე მოკლული ასკერი დატოვეს, ხოლო ბათუმში მატარებლით
უფრო მეტი დაჭრილი ჩამოიყვანეს. სახალხო გატაცება, რომელსაც შედეგად მდინარე ჩოლოქთან გამარჯვება მოჰყვა, ამიერკავკასიის მესვეურებს ძილს უფრთხობდა. მენშევიკებს ეშინოდათ, რომ ხალხის მიერ ამოწმდილი იარაღი მათ წინააღმდეგ არ შემობრუნებულიყო და საჩქაროდ მოელაპარაკნენ ვექი ფაშას, რომლის მოქმედებას გერმანია წარმართავდა.